ბოტოქსი თუ ფილერი? ბოტოქსი და ფილერი ერთი მგონია. თქვენი წყვილიდან რომელი უფრო პრანჭია ხართ? გიორგი თუ თქვენ? სარკეში ჩაიხედავ და გეშინია. შენი თავის რომ მე ესეთი არა ვარ. მაგას ყოველთვის ჰქონდა თავისი სტილი. ეხლა ძალიან ტრენდულია სქელი ტუჩი. რამე პროცედურებისთვის ხომ არ მიგიმართავთ აქამდე? ვერ ხვდები რატომ და ჩავიტარო ეს ინექცია. საერთოდ არ გაინტერესებთ ეს სფერო? როგორც კი ეს ხდება ტენდენცია და როგორც კი ამას მასიურად იწყებენ ამის გამოყენებას ადამიანები, ხდებიან ერთნაირები. ჯანსაღი ცხოვრება, ჯანსაღი პროდუქცია, სუფთა ჰაერი. აი ეხლა დავიწყე მცდელობა რომ მინიმუმამდე დავიყვანო შაქარი. რა არის ჯანსაღი ადამიანი? იწყებს სუნთქვას, მართლა იწყებს სუნთქვას. ვინ იყო ყველაზე გამორჩეული პირველი ლედი, ვისთანაც თქვენ მოგიწიათ ოფიციალურ თუ არაოფიციალურ ვიზიტებზე შეხვედრა? იმპერატორის მეუღლე იაპონიაში. მეუღლეს ხო არ წარმოადგენთ, ქვეყანას წარმოადგენთ. ბუნებრივია, რაღაც მომენტში შეიძლება გადავიპარსო თმა და მითხრას, რომ ესე არ ქონდა გულში. ეპიზოდის პარტნიორია წყალი მთის. გადაცემის სპონსორია მკვდარი ზღვის ბუნებრივ მინერალებზე დამზადებული ბრენდი აჰავა. კანის მოვლის მსოფლიო ბრენდი ავერსისგან. მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, სიხარულით მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი დღევანდელი სტუმარი, გამორჩეული ადამიანი ჩემთვის ყოველ შემთხვევაში და მე მგონი თქვენთვისაც, ბევრისათვის ბუნებრიობასთან, სისადავესთან, გემოვნებასთან, სტილთან, ინდივიდუალიზმთან არის დაკავშირებული. დღევანდელ ეპიზოდში მას ვფრთხილობთ მაკა ჩიჩუას, მაკას ყველა იცნობს, ჩემი წარდგენა თქვენ არ გჭირდებათ და ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან პოდკასტში. მაყურებელს უნდა უთხრა რომ ამ ჩაწერისთვის და მეთანხმები 2-3 კვირა ვემზადებით, მაგრამ ხან თოვლი იყო, ხან ქარი იყო და იმ ლამაზი ადგილიდან ჩამოსვლა არც ისე ადვილია ამ პერიოდში, თუმცა ახლა გზები გასუფთავდა და მადლობა რომ გვესტუმრე. პირიქით მადლობა რომ დამპატიჟეთ. გაიხარეთ. მაკა, როგორია ცხოვრება ბუნებაში? სადაც არც გამონაბოლქვია, არც ქალაქის ხმაურია, უკვე რამოდენიმე წელია თქვენ ოჯახთან ერთად იქ ცხოვრობთ, ხო? მიეჩვიეთ ამას თუ არა და გაქვთ თუ არა სურვილი ან რაღაცა ესეთი მომენტები, რომ გინდათ ისევ ამ ურბანულ ქალაქურ სიტუაციაში დაბრუნება? არა, ფანტასტიკაა იქ ცხოვრება, იმიტომ რომ აი ზუსტად მაგიტო რომ ჰაერი, გარემო, ცასხედავ, ხეს, აქ ნუ ახლა ეს ურბანიკა ჩემთვის ძალიან ახლობელია, იმიტომ რომ აქ გავიზარდე, ხო? მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება გავატარე თბილისში, თუმცა დღეს ის თბილისი ძალიან შეცვლილია ცუდისკენ და ნუ ჰაერის დაბინძურება ახლა მართლა კატასტროფულია, ხო? ამიტომ რამდენი ხანია, პრინციპში 12 წელია ფეხმოუცვლელად ტყეში ვარ უწყვეტად. ბავშვები იქ გაიზარდნენ, თბილისთან აი მარტო ესეთი თბილისში მივდივართ და ეს რაღაცა მომენტი აქვს, იმიტომ რომ მაინც ინფრასტრუქტურა იქ ისეთი ბავშვებზე მორგებული არ არის, ძალიან პატარა ქალაქია, მაგრამ მე ვთვლი, რომ ჩემთვის ძალიან კომფორტულია იქ ყოფნა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი რამე აკლია იმ პატარა, თუნდაც იმ პატარა ქალაქს. მაგრამ არჩევანს მაინც ვაკეთებ ტყეში ცხოვრებაზე. კარგი. ეს ტყეში ცხოვრება და მთაში ცხოვრება და ჰაერზე ცხოვრება ქალაქგარეთ იყო თუ არა ადრე თქვენი ასო შინაგანი მოთხოვნილება თუ ტექნიკურად გამოვიდა ისე რომ რაღაცა არა, აი მომწონდა, სულ მომწონდა. იმიტომ რომ მიყვარს მცენარეები და სახლში მქონდა უამრავი მცენარე და ზოგი რაღაცნაირად გიგანტური და რო არეტეო და სულ ამბობდი რომ რა ცუდია რომ ხო ეზო არა მაქვს. ხა თბილისში არის ეზოიანი სახლები, მაგრამ ნუ ახლა სადის სხვა მასშტაბია, იქ დიდი ვარდების ბაღი გავაშენე, პატარა ბოსტანი მქონდა ჩვენთვის, რაც ესეთი ხელსაყრელი იყო, ხო? და მეზობლებსაც ხანდახან გაუმასპინძლდებოდი და აბა შენი პამიდორი როგორია? ეს ძალიან მნიშვნელოვანია რა. იდეაში რომ დაფიქრდე, ხო? დღეს აი ამ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტზე ძალიან დიდი აქცენტი კეთდება და დიდი მოთხოვნა. ასე რომ იქ შესაძლებლობა ამისი გაქვს და თან აი მიწასთან ურთიერთობა ძალიან დიდი სიამოვნებაა მართლა. ოღონდ საკმაოდ შრომატევადიც არის. რა თქმა უნდა. ანუ ასოცირდება ეს ყველაფერი მაინც ჯანსაღ ცხოვრების წესთან, ხო? ბუნებრივია, კი. ჯანსაღი ყვება, სუფთა ჰაერი
სიმშვიდე, იცი? აი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აი, ხმაურისგან ვარ სრულიად მოწყვეტილი, იმიტომ რომ ბოლო სახლია, იმის იქით არაფერი არ არის. თორე ქალაქი იქ ჩვეულებრივი პატარა მასშტაბის თავისი მეტი ყველაფრით არის ქალაქი, მაგრამ მე ვარ ფაქტიურად, აი ტყეში სულ ბოლო სახლი, იმის იქით არაფერი არ არის. გარდა იმისა, რომ ფიზიკურად გიწევთ შრომა, იქ რაღაცა ეზოს მოვლა იქნება, ეს ბოსტანი იქნება თუ შინაური მეცხოველეობა, მეფრინველეობა, ხო? გიყვარს თუ არა მაგალითად ტყეში სიარული, ხეტიალი, ბოდიალი და არის თუ არა მაგალითად იგივე დუშეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილები, სადაც მაკა თუნდაც გიორგისთან ან ბავშვებთან ერთად სეირნობთ ქალაქ გარეთ, იმ ქალაქ გარეთ, სადაც ცხოვრობ. სულ იქ გარეთ ტყე, ფანტასტიკური, კურკო და ახლა ჩვენ ქვია ესე? ესე ქვია, კურკო. ნუ მთელმა დუშეთმა იცის, რომ ის ტყე არის სახელად ფიჭვნარია, ნაძვნარი. კურკო. ფიჭვნარი, ნაძვნარი, მერე თხილნარი, მერე არის, ეხლა სხვათა შორის ცოტა აღარ მომწონს, იმიტომ რომ უკვე დაიწყეს იქ ტერიტორიების ათვისება და ნუ აი ყანებს ვეძახდით. წავედით ყანებში. და მთელი ოჯახი მივდიოდით ხოლმე ამ ყანებში. ეხლა იქაც როგორ არის, ეს ყველაფერი რაღაც მომენტში გბეზდება და გინდა მრავალფეროვნება. მაგრამ აი ძირითადი და აი საფუძველი და რაც ჩემთვის სასიამოვნოა, არის ეს. სხვა შორის ჩვენ გვაქვს ეგეთი ცხენები ყავს გიორგის. ჩვენ ვერ დავარქვი, იმიტომ რომ დიდად მეცხენე მე არ აღმოჩნდი. და კურკოვუცი ქვია იმ გვერდს, სადაც შეგიძლიათ შეხვიდეთ, ნახოთ და მოიძიოთ ცხენები, დარჩენად შეიძლება, იმიტომ რომ ეგ ან ტურისტული პატარა ტურისტული პატარა ესაც არის, ხო? და კურკოვუცი დავარქვით, იქიდან გამომდინარე, რომ აი პოდკასტის ამბავია. ხო, კარგი იყო. ცხენებზე თქვენ გიყვართ ჯდომა, ხედარი ხართ ასე. არა. ოკეი. მაგრამ რადგან ცხოვრების ესეთ ჯანსაღწესზე ვსაუბრობთ, წყალიმთის არის ჩვენი ერთ-ერთი სპონსორი. მადლობა მათ მხარდაჭერისათვის და აუცილებლად შემოგთავაზებთ წყალს. დიდი მადლობა, შემომთავაზეთ. სხვა შორის ამ წყალს ყიდულობ მეც, როცა ვყიდულობ წყალს. ჯანსაღი წყალიაო ასე ამბობენ, ბრომატი არ არის შიგნითო და თან წყალიმთის არის საფეხბურთო გრანდის პარი სენ-ჟერმენის რეგიონალური პარტნიორი, რაც მართლაც საინტერესო, ასე ვთქვათ, კოლაბორაცია ასეთ დიდ გრანდთან და წყალიმთის სიცხორე სრულყოფილად და ჯანსაღად. კარგი, დუშეთში წყლის თემა როგორ არის მოგვარებული? ჭაბურღილი, იქ რაღაც არტეზიული ჭა, თუ წყალმომარაგება ცენტრალური? წყალმომარაგება არის. სხვათა შორის ძალიან ნორმალურად. მაგრამ როცა ხდება ესეთი კრიზისები, ნუ ეს კი არა თბილისში. ჩვენ გვაქვს ავზები. 5 ტონიანი, 3 ტონიანი. და ამასობაში როცა ეს გროვდება და წყალი არ მოდის, ჩვენ მუდმივად გვაქვს განსხვავებული. რომელი წყალსაცავი ამარაგებს მაგას ხო არიცით? დამავეწყდა. ჩვენ ხო იქვე ბაზალეთის ტბა გვაქვს. იქვე ანანურია. ხო, ანანური და ხო, ერთი რეგიონია. კიდე რაღაცა პატარა წყალსაცავიც არის. მე მგონი იქიდან მარაგდებით. იქ ბევრია ეგეთი ადგილები. სანამ დავიწყებთ გარეგნობის თემას, როგორ უვლის მაკა თავს, ჩვეულებრივ იმ მაყურებლისთვის საინტერესო თემებს, რასაც ვინც პოდკასტს გვიყურებს და მადლობა ყველას გამოიწერეთ, ჩვენი არხი მოიწონეთ და შევეცდებით კიდევ და კიდევ საინტერესო შემდეგი ეპიზოდი შემოგთავაზოთ. მინდა შევახსენო, რომ პოდკასტის მაგიდაზე განთავსებული გვაქვს აჰავას თავის მოვლის საშუალებების კომპაქტური ნაკრებები ტურისტული მიზნებისთვის კარგია. ეს არის On the Go, Refresh and Hydrate Express, The Minerals Trio და Wave of Hydration Trio. ეს პრაქტიკული ნაკრებები მარტივად თავსდება ჩანთაში და იდეალურია როგორც ყოველდღიური გამოყენების, ასევე მოგზაურობის დროს. მაკა, ასაკის მატებას როგორ ეგუებით თქვენ? არანაირი განცდა არ მაქვს. ანუ შეგუება არ გჭირდებათ. არა. ისე ვიღებ, როგორც რა ვიცი, ჩვეულებრივად. კარგი, მაშინ ესეთი კითხვა მაქვს იმისათვის, რომ კარგად გამოიყურებოდეთ. კარგად გამოიყურებით, კიდასტურებთ ცალსახად. რამე პროცედურებისთვის ხომ არ მიგიმართავთ აქამდე? იმიტომ რომ ყოველთვის თქვენ გამოიყურებოდით ელეგანტურად, ძალიან ხაზგასმით შემიძლია აღვნიშნო როგორც ამ სფეროს, რასაც ქვია თავისმოვლა ქირურგია, პლასტიკური ქირურგია, ინდივიდუალიზმით. თქვენ ყოველთვის იყავით გამორჩეულად ინდივიდუალური ქალბატონი, ეკრანზეც, სოციუმშიც, ქალაქშიც, რა ვიცი, საზოგადოებაშიც, სპეციფიური რაღაცა დეტალებით, რაც მრავალკომპონენტიანია, მაგრამ
ამის მიღმა რაიმე საიდუმლოებები ხო არ არის, რაც აქამდე გაგიკეთებიათ, მოგისინჯავს, ან თქვათ მოგწონებიათ, არ მოგწონებიათ, ხელი ჩაგიქნევიათ, ან საერთოდ არ გაინტერესებთ ეს სფერო? არასოდეს არ მქონია ესეთი გამოცდილება და არც მინდა. გამომდინარე იქიდან, რომ ვერ ხვდები რატომ უნდა ჩავიტარო ეს ინექცია, რატომ უნდა ვებრძოდე იმას, რაც ბუნებრივად პროცესი მიდის ჩემ. მე ვთვლი, რომ ჰიგიენა მაქსიმალურად კარგად უნდა იყოს დაცული და უნდა გქონდეს შენი სტილი. და ეს რაც არ გაკლიათ ნამდვილად. ხო, რაღაც ინდივიდუალიზმი ამაშია, მთელი ამბავი, იმიტომ რომ აი ხა მართლა ხო, მე მესმის იმ ადამიანების, ვისაც უჩდება სურვილი, რომ მეც მქონია ეგეთი ეს რომ აბა როგორი ვიქნებოდი წვირი რომ ცოტა, მაგრამ ამას რო ეხა დავეტაკო და წვირი გავიკეთო, ეგ ხა ვიღაცა მეტყვის რომ შენ რა გინდა წვირი ესე კარგად. არა, ეს ინტერესის მომენტია. მაგრამ ნახეთ როგორია, კიდე არის ტენდენცია. რომ გარედან გთავაზობს რაღაცა ეს კორპორაციები ხო, რომ ეხლა ძალიან ტრენდულია სქელი ტუჩი თუ რაღაცა გაბუთქუჩებული ტუჩი. ნუ უკვე აღარ მინდა, იმიტომ რომ როგორც კი ეს ხდება ტენდენცია და როგორც კი ამას მასიურად იწყებენ ამის გამოყენებას ადამიანები, ხდებიან ერთნაირები. აბსოლუტურად გეთახმები. ხო, აი ეს ერთნაირობა მართლა ისე ემსგავსებიან, ვეღარ დაიმახსოვრებ მე ვინ არის, ხო? და კვლავ ამითი შენ ინდივიდუალიზმს, რაც არ უნდა ჭკვიანი, გონიერი, საინტერესო ტიპი იყო, პირველი ხო ეს გარეგნული მონაცემია, ხო? ვიზუალურად როგორ გამოიყურები, პირველი ეს არის. შეხედავთ, ყველა ერთნაირია. მერე კი ბატონო, თუ ძალიან ჭკვიანი ხარ და გონიერი და საინტერესო, მერე უკვე ვერბალურად ამას ამტკიცებ, რომ არც ისეთი სულელი ვარ, როგორიც გონი ვართ, მაგრამ მაინც მგონია, რომ ზედმეტი ჩარევა თან ესე უხეშად რომ რაღაც მოვიჭრა, გავიჭრა. თუ რა თქმა უნდა არ არის აუცილებელი, ხო? ნუ ახლა ვიღაცა საჭიროებებიდან გამომდინარე. ხო, რაღაც გიდეა გამრუდებული და მოდი ბარემ ლამაზად გავიკეთებ წვირს, ის გასაგებია, ხო? მაგრამ ის რომ ახლა ვეტაკო და ვაწვალო ჩემი იმდენი წვალება ეს ცხოვრება ისედაც რაღაცა რთულია და კიდე რატო უნდა მე ეს რაღაც რეაბილიტაცია მე ძალიან ბევრი ვიცი სხვათა შორის ცუდი შედეგები ხო გამოუსწორებელიც კი მე ჩემი თვალითაც მაქვს ნანახი ასე რომ მაგას რო თავი დავანებოთ ყველაფერს პრინციპულად მესმის მაგასთვის ეს პრინციპულად მიუღებელია კარგი მაშინ გაქვს თუ არა რაიმე ესეთი ხრიკები ან ბების ან ოჯახიდან მომდინარე რომ სახლის ბალამ მოთქვა შინაური წესი ცივი წყლით თქვა რაღაც სახის დაბანა იმიტომ რომ თქვენი სახის სტრუქტურა ძალიან სადა ნაზი და კარგია მიუხედავად იმისა რომ გვიდასტურებთ რომ აფერი გაქვთ გაკეთებული ხო რაიმე ხო არ არის რაც არ ეხება მედიცინას თქვა და ეხება უფრო ჩვეულ თქვა ადამიანის ინდივიდუალურ რაღაცა ჩვევებს არა სიგარეტს ეწევი სიგარეტსაც ვეწევი, ოღონდ აი ელექტროს და რა ბედნიერებაა რომ მოიფიქრეს. სიგარეტი ძალიან მიყვარდა ყოველთვის, მაგრამ ძალიან შემაწუხა არა თითებზე სუნმა და ტანსაცმელი და აი ხო, ნუ არა ჰიგიენური სხვა სახის დისკომფორტები ახლა ეს მაიწოვს ძალიან ამ სურს ნუ მოკლედ აი ამ სურნელი მიყვარს რაც უფრო ესეთია ჯანსაღი და უნებრივია ისეთ ადგილას ხო უფრო კიდე სიგარეტი აი სიგარეტი აი ამ მომას რა ქვია ძალიან კარგად მოვირგე ელექტრონული სიგარეტი ოკეი კარგით თქვენი აზრით ქალის მომხიბლობის key point ასე ვთქვა თავარი რა არის ნებისმიერ ასაკში რით ხიბლავს ქალი ქალსაც და მამაკაცსაც თავისი ინდივიდუალიზმით და თავისი შინაგანი მდგომარეობით როგორი მუხტი გაქვს რამდენად საინტერესო ხარ რამდენად შეგიძლია რომ ეს შენი მთელი შინაგანი მდგომარეობა
რაღაცნაირად ისე გამოუშვა, რომ და ყველა შენი იმის ქვეშ მოაქციო რაღაც, აი მომხიბვლელობის. უფრო, ხო? ხარიზმა, რა თქმა უნდა. კარგით, იმ პერიოდის განმავლობაში, მაკა, როდესაც თქვენ გინდათ თუ არ გინდათ, ნებით თუ უნებლიეთ აღმოჩნდით პირველი ლედის სტატუსში, ხო? ეს იყო 5 წლის მანძილზე თუ არ ვცდები, ხო? ხო, ეს უკვე სტატუსია, რომელიც მოითხოვს გარკვეულ, ასე ვთქვათ, თქვენი სურვილის და მიუხედავად გარკვეულ ცვლილებებს ცხოვრების სტილში. მათ შორის ხშირი შეხვედრები საზოგადოებასთან, ტელეკამერებთან, მუშაობა, ვიზიტები და აი მაგ პერიოდში ხო არ ქონიათ რაიმე განსაკუთრებული ის, რაც მაკასთვის არ იყო ჩვეულ ცხოვრებაში ჩვეული, მაგრამ იმ დროს გახდა აუცილებელი. და რაც შეიძლება ნერვებსაც გიშლიდა იმ დროს. ხო, ნუ მე თავისუფალი ადამიანი ვარ. იქაც დიდად არ შემიზღუდია თავი, მაგრამ მინდოდა თუ არა, რაღაცა დროს ვიღაცებთან შეხვედრები მიწევდა. ხო, გიორგისთან ერთად. თორე მე ჩემი გრაფიკი ამ პერიოდში ისე მოვირგე, ჩემი ინტერესის სფერო, შეშემოპირებთან ურთიერთობა, ქალების უფლებების დაცვა, სიკეთის მოტანა საზოგადოებისთვის. სიკეთის მოტანა და აი ამ ყველაფრის შეთავაზება ძალიან უშუალოდ, იცით, რომ ეს არ ყოფილიყო რაღაცა ძალიან ესეთი თითქოს აი ოფიციალური. ხო, ოფიციალურიც და თითქოს აი დიდი აქცენტირებული. ეს უნდა ყოფილიყო ძალიან უშუალო და ესეთი. მაშინ მუშაობს ეს, რა თქმა უნდა. ხო და ამიტომ ეგ კი არა პირველი ვიზიტი იყო პოლონეთში, მახსოვს რომ ჩავედი და ემოციური იყო ეგ ამბავი? კი, ძალიან და სასიამოვნო, ძალიან სასიამოვნო ქალბატონი დამხვდა პირველი ლედი და თქით რომ გავედით, ბიჭები ცალკე არიან ხოლმე, მე გოგოები ცალკე გადიან საჭორაოდ და რომ გავედით, მეუბნება რომ იმდენად ბუნებრივია აი ეს ოფიციალური, იმიტომ რომ იქ დახვედრა ხდება, პროტოკოლია, ხო? ისე გაცვია, რომ მაინდა-მაინც შეიძლება სულაც არ იყოს შენთვის კომფორტო. ნუ ყველაფერი ერთად რა. აიო, მსახიობი რო ხარო, მაინც იმიტომ რომ ჩემ ანკეტაში ხო წარდგინება ქონდათ, ხო იყო. არა ვარ მეუთხარი მსახიობი, არა, ნუ ახლა მქონია რა თქმა უნდა რაღაცა როლები შემოვიდა, მითამაშება. ეს მათგი ჩემთვის იმდენად რაღაცნაირი მოვირგე. 2 წუთში მოვირგე. როლში შეხვედი. ეგრევე. და ამიტომ მეთქი არ ვიძაბები, იცით? არც ერთ ეტაპზე. არ გჭირდებათ და იმიტომ. ხო, არა, ნუ ხო არის რომ სადღაც პრეზიდენტთან ჩახვედი პოლონეთში. ამბავია, ნუ ახლა ციტელ ხალიჩაზე გაიარე დაუკრეს ჰიმნი. ქვეყანას წარმოადგენს. ქვეყანას წარმოადგენს, ხო, მარტო მეუღლეს ხო არ წარმოადგენს, ქვეყანას წარმოადგენს. ბუნებრივია, ამიტომ ამბობ, რომ ეს პასუხისმგებლობაა, ეს შენ ეს ქვეყანა ღირსეულად უნდა წარმოადგინო. ქვეყანა, რომელშიც დავრჩი, არც ერთ ეტაპზე აქედან არ გაუქცეულვარ და მიყვარს ეს ჩემი სამშობლო. აგაშენოთ ღმერთმა. ხო, ამიტომ აი ძალიან ის იყო გაკვირვებული რომ იმიტომ რომ მსახიობი ხარო არ ვარ მსახიობი მეჭი და იმას თავისი ხედვა გქონდა ხო ნუ იმიტომ რომ რანაირად შეიძლება რომ აი ასე რაღაცა პირველი ვიზიტიაო მე იქო წავიკითხეო კი მეუთხარი აი ისეთი ის ყოფილა კირკივე არა ნუ ეგრე ხდება ყველა გაცნობამდე სანამ შეხვდები პირადად ხო იქ იმიტომ რომ ინტერესები საჩუქრები მე რა საჩუქარი მოგი პროტოკოლურად კი რა თქმა უნდა კარგი, მაშინ ამ 5 წლის მანძილზე ისიც დაგამახსოვრდებოდა თქვენ ვინ იყო ყველაზე გამორჩეული პირველი ლედი, ვისთანაც თქვენ მოგიწიათ ოფიციალურ თუ არაოფიციალურ ვიზიტებზე შეხვედრა. რა, იცი რატო გეკითხებით, მაგრამ თქვენ თვითონ ხართ სხვანაირი და სხვანაირად ხედავთ ადამიანებს, ხო? ეს არ არის მარტო პროტოკოლი და მარტო პირველი ლედის არსებობა, ხო? როგორც თქვენში დაინახეს ვიღაცებმა მსახიობი, ისე თქვენ შეიძლება სხვაში რაღაცა სხვა დაინახეთ. ვინ დაგამახსოვრდათ ყველაზე ძალიან? იმპერატორის მეუღლე იაპონიაში. არც მეტი აღწნაგრები. ჩემი მეგობარი გახდა 2 წინადადების მერე. ვაი, მე რა იყო 2 წინადადება გითხარი. ეს ქალბატონი იყო სადღაც 83. სად შეხვდით, მოდი აქ დავთქვი? სად იაპონიაში? რეზიდენციაში, კი, იაპონიაში. ტოკიოში ხდება.
ესეთი სასიამოვნო მომხიბვლელი და სიმშვიდის მატარებელი ქალბატონი მე რა საინტერესოა. ძალიან ალბათ როდესმე სადმე შემხვედრე, მაგრამ რადგან ახლა ეს თემა ვინ იყო ჩემთვის ესეთი ახტაცების საგანი და პიროვნება, ეს იყო იმპერატორის ცოლი, რომელთანაც ძალიან ზეთი მომიყოლია ეს ამბავი ტელევიზიაშიც, მაგრამ განმეორდები სიამოვნებით, მადლობა. ჩვენ რომ მოვდიოდით, რომ უნდა შევხვედროდით ამ წყვილს, იმპერატორს, თან ეს იმპერატორი ამ იაპონიისთვის არის, იმპერატორს რო ახსენებ, ეგრევე კი, ღმერთია. ხო, ნუ აქაც საელჩოშიც ძალიან მეგობრობდით ელჩებთან, იაპონიის ელჩთან და აი როგორ იცით, მისაღებში როიალზე სურათი აუცილებლად მათი დაბადების დღეების აღნიშვნა და აი ესეთი განსაკუთრებული თაყვანისცემა და ყურადღება. და მოკლედ გვეუბნებიან, რომ იქ ესეთი ეს არისო, როგორც კი ამ შეხვედრის დრო ამოიწურება, პროტოკოლის უფროსი მათი დგება ფეხზე და შესაბამისად მეც უნდა წამოვდგე, რომ დასრულდა. ოკეთ, მე და ამ ქალბატონმა გავაბეთ რაღაცა ტრალალა, რაღაცა დაბადობები. მე ვარ ძალიან დიდი მუცლით თან. ნუ რა გიდე, კაი ენერგიით ხარ ჩასული. და ნუ აი რაღაცას ლაპარაკობ და დავინახე უცებ დავიძაბე ხა ამან ისე გამაფრთხილა ამ კაცმა თან ვარ იმასთან ვიღაცა ხო და წამოდგა ეს კაცი და მეც და ამ ქალმა გააგრძელა ლაპარაკი. ეხლა არჩევანი უნდა გავაკეთო, ან აი ამ ვიღაცა პროტოკოლს უნდა ან აი ამ შესანიშნავს სრულიად წარმოუდგენელ მომხიბვლელობის მატარებელ ქალბატონს და ეთქე რა თქმა უნდა ეხლა იმიტომ რომ ეხლა ამ ქალმა ცხოვრამდენი წლის არის წარმოიდგინე 83 წელი და ყველა სტუმრად მიდის და ყველა საინტერესებს და ღებულობს ურთულეს საქმე ხო და ახლა ზუსტად იცის რა რომ ის რო ადგა კი არ ხედავს მე მიყურებს მაგრამ ხო იცის რა ეს არის ამიტომ მე მშვიდად გავაგრძელე მასთან საუბარი და ისე ცოტა ხანში ისევ წამოდგა ეს კაცი თან ხმას ვერ იღებს ნუ არა ხო ხარმოსო და ეს ქალი არ იმჩნევს ამ ამბავს მე მელაპარაკებ ახლა როგორ შევაწყვეტინო რადგან ის წამოდგა მაგ დროს უნდა ჩართო ეს, იცი, აი რაღაცა გადაწყვეტილების მიღების უნარი უნდა კონდეს იმის მიხედვით, რა სიტუაციაში ხარ. რა თქმა უნდა ამ ქალს გავუწია ანგარიში, ამ საოცარ ქალბატონს და გავაგრძელეთ ისევ ლაპარაკი და მესამეჯერ რო ადგა ამ ქალს შევხედე და გაეხიმა. მიუხედავად იმისა, რომ თან აიცით როგორ, ნუ ეხა მან ძალიან შეზღუდულები არიან, ეხა მიუხედავად იმისა, რომ იაპონია და კოსმოსია და რაღაცა ეს ქალი ზედმეტ მოძრაობას არ აკეთებს. არც მიხრა, მოხრა. ხელის მოძრაობაც კი არის მოზომილი. ეს მათთვის და ეს იაპონური კულტურის და ხო სამეფო კარის და იმპერატორო კარის მაგარი გამოცდილება, ძალიან მაგარი გამოცდილება. ეს ქალი მეუბნებოდა რომ რა ბედნიერებაო რომ მოხვედიო თან ეს რაღაცა ორსულად რო ვიყავი ამაზეც რაღაცა ანისა და მე ვილაპარაკეთ ძალიან ბევრი ბაღზე, ყვავილებზე, აღმოჩნდა რომ თვითონაც ძალიან უყვართ ხა მაგათთან კულტურა ხო იცით როგორია და მოკეთ ძალიან შევხმატკბილდით და აქ ხო არ გიმასპინძლიათ შემდგომში რაღაცა ძალიან ხანში შესული ვარ მე ვუთხარი 80-ის და 4-ის იყო 83-ის და მე დავპატიჟე რა თქმა უნდა მაგრამ ძალიან ეჭვმეპარებაო რომ შევძლო იმიტომ რომ ჩვენ ახლა ესე აღარ გადავადგილდებით ძალიან დიდი დისტანციათ რამდენი ხანი მივფრინავდი ღმერთო ჩემო და ნუ მე მითხრა რომ მე ძალიან გამიხარდებაო ბავშვს რო გააჩენო თუ ბავშვთან ერთად მოხვალთ იმიტომ რომ ეს ჩემთვისო განსაკუთრებულად სასიამოვნო შეხვედრა იყო და ნუ აი ესე რაღაცა იაპონელებზე ამბობენ რომ თუ კი მეგობრობის კარი ხელი გამოგიწოდეს ეს მეგობრობის ხელი ბევრ რამეს მოიცავს მათ შორის შემდგომ ურთიერთობებს ცხოვრების განმავლობაში ხო აი მართლა გულწრფელად ახლა მათ
არ ჭირდებათ ეს ზედმეტი რაღაც ფამილიარობა ურთიერთობაში, ხო? ძალიან მოზომილები ესეთი თან ახლა იმპერატორის კარია, ხო ეს არა. იმიტომ რომ მე შევხვდი პრემიერსაც და მის მეუღლეს. პოლიტიკური ეშელონების სხვა რამ არის კი რა თქმა უნდა. სამეფო კარზე ვისვლა ძალიან მაგარი გამოცდილება. ბევრი ინატრევდა ამას რა ძალიან მაგარია. ხო და წარმოიდგინეთ ამ იმპერატორი რა შუაშია პრემიერის მეუღლესთან ხო დავჯექი ხა მასთანაც ცალკე ну ისე რაღაც მოსაწყენი იყო ურთიერთობა არ გამოვიდა მიუხედავად იმისა რომ ჩემხელა იყო ის ქალბატონი ანუ თაობა ასაკი ინტერესი ხო თითქოს საერთოდ უნდა ყოფილიყო არა ის იყო ჩემიანი საყვარელი მაგარია მაკა ძალიან საინტერესო იყო იმპერატორის კარზე ვიზიტი და თან მით უმეტეს დაგამახსოვდა თქვენ მისი მეუღლე ეს კარგია ეხა ყავის პატარა წუთ შესვენება გვაქვს ჩვენ გვაქვს ესეთი გერმანული აპარატი Melitas ბრენდის რომელიც აი ეს ტელეფონის საშუალებით შეგვიძლია გავამზადოთ ყავა აი არ არის ტელეფონის საშუალება ჭიქას დადგამ შენ წახვალ იქით სრულიად სხვა საქმეს აკეთებ აპლიკაციაში შეხვალ სრულიად სხვა სივრციდან და შეგიძლია მოამზადო მაგალითად ამერიკანო. მე არ მქონია ეგეთი გამოცდილება პირველად მეც არ მაქვს სახში, მაგრამ კაი რაღაცა არის ვამბობენ. ეხლა მოიცადე ერთი წუთი და ეს აი ესე ტელეფონით რომ მითხრეს რომ რამდენი ყავის ვერსიაა შეხედე? აბა ნაირ-ნაირი და დავაწვევთ მაგალითად ამერიკანო თუ გესიამოვნება სიმძლავრე ესე იგი ინტენსივობა წყლის რაოდენობა ფილტრაციის პრესის ხარისხი ყველაფრის აქედან დარეგულირება შეიძლება ეგეთი სპონსორი ვყავს ჩვენ კარგი მაკა იაპონიას შევეხეთ ჩვენ და მაინც თემა არის ქალი თავის მოვლა ჯანსაღი ცხოვრების წესი როგორ შევინარჩუნოთ ჩვენი ახალგაზრდობა ჩვენი ენერგიას როგორ მოვფრთხილდეთ სულიერ თუ ფიზიკურ გარეგნობას ხო აზიელები ნაკლებად ერევიან ასე ვთქვათ სინთეტიზმი არ უყვართ მათ უფრო კონსერვატორული მიმართულება აქვს და ფრთხილად და ძალიან იაპონელები უფრო იმიტომ რომ აზიაში პლასტიკური ხირურგია ზოგადად მაგალითად ჩინეთში ტაილანდში კორეაში ნომერ პირველი ვიცი ხო და მაგიტომ ბუმია იქ ყველა რაღაცას იკეთებს იმიტომ რომ არ ვიცი ახლა ეს ტრენდულია უფრო ევროპოიდული სახის შესვლა და ცივილიზაციასთან უფრო ინტეგრირებამ და ასე ვთქვათ მანამდე დაკეტილი სივრცეების მაგრამ კორეელები არიან ლიდერები პლასტიკურ ხირურგიაში ხო და ამიტომაც ეს კორეელების ინტეგრირება ეტყობა დასავლურ კულტურასთან ავტომატურად გამოიწვია ის რომ მათაც დაიწყეს სახის ცვლილება ანუ აზიური სახის თვალების ჭრილის შეცვლა გაევროპოიდულება და ევროპიდანაც მათ შორის და განვითარებული ქვეყნებიდან ბევრი ჩადის კორეაში ოპერაციების გასაკეთებლად ნუ ეს ცალკე თემაა თუმცა იაპონია ამ სიტუაციაში ისევ და ისევ მისდევს თავის ასე ვთქვათ დაკეტილ დაცულ ინდივიდუალიზმს რასაც თქვენ ასე ვთქვათ ემხრობით ხო? ეს ძალიან ჯანსაღია ეს ყველაფერი და მე ყოველთვის მიყვარს როცა პაციენტებთან ვსაუბრობ და მოდის ადამიანი კითხვით რას გამიკეთებ კოტე, ნუ ოპერაციებს მე 5 წელია უკვე ყველა მიცის რომ აღარ ვაკეთებ, მანამდე ქირურგიაში ვიყავი სიხარულით, ეხლა გადმოვედი საინექციო პროცედურებში. ამ პროცედურებითაც ბევრი რამის კეთება შეიძლება. მაგრამ მთავარი რასაც ყოველთვის პაციენტთან ვათანხმებ რომ არ დავკარგოს ინდივიდუალობა. მაკა თუ მოვიდა ნინო თუ თათია თუ ბექა რა მნიშვნელობა ხო? დარჩეს ისი სუპერ ინდივიდი, მაგრამ რაღაცა დეტალები გაიუმჯობესოს თავის სასიამოვნოდ. რა თქმა უნდა. კაი ხა ყავს უკვე ნამდვილად მოგახსოვს. აიცი როგორი რამეა, ბოდიში ჩაგეჭერი, მაგრამ რო არ დამავიწყდეს. აი ეს პატარა კორექცია. როგორც აი რაღაც ახალი საყურე მოირგო. რაღაცა ისეთი შარფი გაიკეთო რომელიც და თან უსაფრთხო პირობებში. უსაფრთხო პირობებში. არ უნდა მოხდეს არც ზიანის მიყენება და არც ზედმეტობა, იმიტომ რომ იმის შველა მე ძალიან რთულია. ეხა აქვე დავბრუნდეთ თქვენ პირველ ასე ვთქვათ წარდგინებას თქვენი ცხოვრების დღევანდელი სტილის, ჯანსაღი ცხოვრება, ჯანსაღი პროდუქცია, სუფთა ჰაერი, რძე ვთქვათ ნატურალური პროდუქტია, ბოსტნეული ნატურალური პროდუქტია. რამდენად ეს შენი აზრით მაკა ასოცირდება გარეგან და სულიერ სიჯანსაღესთან, როცა სოფლად ცხოვრობ. ამბობენ, რომ სოფლად ცხოვრები ადამიანი მეტად მდგრადია გარემო ფაქტორებისადმი, როგორც ფსიქოემოციურად, ასევე ფიზიკურად. აისახა თუ არა ეს თქვენზე და როგორ შეაფასებდით, როგორც ქალაქში გაზრდილ ადამიანს, რომელიც გადასახლდი სოფლად. მანდეცი რა. თორე ბევრი ლაპარაკი, მაგრამ კი არა, ზუსტად, მიცი ბევრი სალაპარაკოა ზუსტადაც, რატომ ეხა აგიხსნით. ადამიანი, რომელიც შრომობს დილიდან ღამემდე მუხ ჩაუხრელა. დილის 5 საათი
საათიდან მათ შორის, ხო? 5 საათიდან. ხა მე არა ვარ მაგ მდგომარეობაში, მე არაფრით არ შემიძლია, ვერ გადავეწყობ. გიორგი? გიორგი ისეთ ტიპია, 6 საათზე იღვიძებს. თუმცა ახლა რო გითხრა რომ წავა გარბის და ძროხას ხო, წველის მესმის. თუმცა სოფლად ეგ ჩვეული ამბავია. ხო, ნუ მისთვის ეს ბიორიტმია მისი ეგეთი რომ ადრე იძინებს და ადრე იღვიძებს. მე არა, მე გვიან ვიძინებ და შესაბამისად სხვადასხვა რიტმზე ვცდილობ ხოლმე რომ ვითომ სხვადასხვანაირად, მაგრამ ადამიანი რომელიც ამდენ შრომობს, რანაირად იქნება ესეთი ხო, აი შრომა, ამდენი შრომა არა. ვერანაირად ვერ დავეთანხმები ვერავის ქვეყანაზე რომ ისე გამოიყურება. ნუ კარგად აისახება ეს, რა თქმა უნდა. არა. თუმცა ის ჰაერი, რომელ ჰაერსაც სუნთქავდა, ახლა ფილტვები როცა სავსე კარგი ჟანგბადით, ხო? იქ უკვე ეს სახის კანის ფერზე, რაღაც სტრუქტურაზე, რა თქმა უნდა, აისახება. არ ქონია ეგეთი რაღაც სადღაც წასულ ხარ და სააშინელო გამოდიხარ, სარკეში ჩაიხედავ და გეშინია. შენი თავის რომ მე ესეთი არა ვარ. კი, მაგრამ აქაც აი ესეთი რეგულირებაა საჭირო, რომ შენ ისე არ გადაიღალო, რომ მართლა თვალები ხო, გამოიხედოთ. იქ რაღაც ეხლა სოფელი ვერ ვიტყოდი, რომ ესე განსაკუთრებულად გარეგნობაზე კარგად აისახება, თუ შენ რეალურად სოფლის ცხოვრებით ცხოვრობ. ესე არ არის, მაგრამ ის ჰაერი და ის პროდუქტი თუ შენ მოყავს, კვება. ხო, ნუ რა თქმა უნდა, ბუნებრივია ხა მთელი მსოფლიო აღიარებს და მე რანაირად შეიძლება რომ ამაზე ეს თქვა რაღაცა. რა თქმა უნდა, ეგრეა. ბავშვებისთვისაც როცა იზრდებიან, იქ მუდმივად არის ხელქვეშ ამასინათ არ ვიცი, სადუსმენდი თუ უყურებდი და აბსოლუტურად არც დაფიქრებულო მაგაზე. ყოველთვის არის ან კიტრი, ან პომიდორი, ან რაღაცა ბოსტნეული, ან ვაშლი, ან ხილი, რომელიც ჩვეულებრივ ქალაქში ყოფი ბავშვისთვის წვდომადი არ არის ეს, ხო? იქ მეზობელთან შევა, ბაღში შევა. ბოსტნისკენ გაიხედავს თუ იმაში ორღობეში სოფელში გაიცენებს, ყველგან არის ქლიავი ვაშლი და ეს ჩვეულებრივი ამბავია. თუმცა მაინც ჩვენ რაღაცა პროდუქტებს ბუნებრივია მაღაზიაში ვხედულობ. მაშინ ფაზენდა უნდა კონდეს იქა და რაღაცა. ფაზენდა უნდა კონდეს და უნდა ყავდეს ის ხალხი, რომელიც გეხმარება ამ ყველა შრომაში. იმიტომ რომ გამორიცხულია, კი არა, აი ვარდებს რო ვუვლი, ხო? როცა ესა იქ გაფხვიერება, გამარგვლა, ზუსტად იმისი წაჭრა, სადაც საჭიროა, ხო? ნუ ესა მერე შეწამლა. ეს ყველაფერი შევისწავლე, ვაკეთებდი, მაგრამ აი ერთად ამას თუ არ ყავს დახმარე და დიდი ეზოგა, გამორიცხულია. ერთი ფერდი გვაქვს უბროწეულების. მარტო იმას ამდენი მოლა. აზერბაიჯანიდან გამოგვიგზავნეს, იქ ხო საუკეთესო უბროწეულია და ეს ერთი ფერდი დავრგეთ და რა მაგარია. რა მაგარია? იმას იმხელა მოვლა უნდა. გამორიცხული. ლამაზი კია და ის რო აყვავდება სასაულია. 200 ძირი იყო, ახლა არ ვიცი რამდენი. არა, ძალიან ბევრია. რამე გაგიკეთებია ბროწეულისგან, მე მოკრეფილი ბროწეულისგან? წვენს წურავ, ხო, იქ შეიძლება რაღაცა საჭმელში გამოიყენო მარცვლები, მაგრამ ამდენი ბროწეული. ნუ ვიზუალური სიმშვიდისთვის და სიამოვნებისთვის არის. ეს აყვავდება ისეთი ლამაზი. კარგი, თქვენი ინდივიდუალური სტილი როგორ ჩამოყალიბდა ჩაცმულობის მიმართულებით, თუ რაკაც გამორჩეული იყავით და ხართ. მაგას ყოველთვის ჰქონდა თავისი სტილი. ამაზე იქონია ზეგავლენამ თქვათ თქვენმა განათლებამ და ხელოვნებასთან სიახლოვემ თუ უბრალოდ just ესე მოხდა, რომ ძალიან სტილური ადამიანი ხართ. აი რაც მომწონს და როგორც ახლა იმ პერიოდში როცა გიორგი პრეზიდენტი იყო და მე მიწევდა რაღაცა პროტოკოლით ხო აუცილებელი ნორმების დაცვა ჩემი სამოსის იქ რაღაცები დაცული იყო რა თქმა უნდა მაგრამ არაფერი განსაკუთრებული აი ესეთი უბრალოდ ნუ აი თქვი რომ ქუსლი სხვადასხვა ძალიან გამიხარდა რომ მაღალი ქუსლი ზოგადად აი ესე პროტოკოლურად, აკადემიურად მიუღებელია. უნდა იყოს ნორმა რაღაც. ზედმეტობა არ ვარ. ზედმეტობა შეიძლება რომ აი სადღაც თეატრში მიდიხარ, ან განსაკუთრებული რაღაც სადღესასწაულო ეს არის და იქ გამოიყენოს მაღალი ქუსლი, მაგრამ ეს რაღაცა ზედმეტი პრანჭიკელობა არ არის ხა მოთხოვნადი, მაშინ როცა შენ ხარ საჯარო
უმაღლესი ესე წარმომადგენლის მეუღლე, ხო? მეორე ნახევარი. ამიტომ აი ამ რაღაცებს ძალიან ადვილად ვიცავდი და მე რაც მომწონდა, როგორც მომწონდა, ისე და ნუ რა თქმა უნდა თან ახლა ვეცნობოდი, რომ აი პროტოკოლით რეკომენდაციები რა იყო, ბუნებრივია. ოკეი. კარგით, გაქვთ თუ არა ესეთი საყვარელი აქსესუარი, რომლის გარეშედაც თქვენ გარეთ არ გადიხართ? არა. ანუ ესეთი ჩვევის ტიპი არ ახართ, რომ რაღაცა ჩვევაში ქონდეთ. ძალიან კარგი. ხატვისათვის თუ გშებათ დღევანდელ სოფლის ცხოვრებაში დრო. აი, ძალიან ცოტა, მაგრამ სოფლის ცხოვრებასა გადავიკიდე, სამი ბავშვი ყავს სახში, ხო, ახლა მეუღლე და მარტო ის ხო არ არის სუბთაჰაერი და ბოსნეული, ხო? არა, ძალიან რთულია. ძალიან რთულია, ეს დიდი შენი ეზო. მე სულ მაწუხებს, რომ იქ რაღაცა შეიძლება მოუვლელი დამრჩა, იქ ცოტა ის არის ვერ დავალაგე. ის ძალიან ისეთი მომენტია რა, რომ გინდა რომ ყველაფერი იყოს ისე, როგორც შეგინდა. არ გამოდის ესე. მე ბავშვები ძალიან ურევენ სახლსაც, ეზოსაც. მე უცებ ძროხა შემოვარდება. ხო, აი რაღაცა ძროხებმა და ეს გავაგდო ძროხები, იმიტომ რომ ვარდებს გადაუვლიანი. ნუ აი ეს არის ხო. ხატვა. სულ მინდა ვახერხებ, მაგრამ იმ დოზით მაინც ვერა. თქვენ სადა წარმოებთ თქვენ შემოქმედებით წვას, ასე ვთქვათ, სტუდიაში თუ გარეთ უნდა გახვიდე, უნდა სახლში მოვიწყე პატარა ადგილი, მაგრამ ბავშვები მაინც იქაც მოდი. აი წინ რაღაცა ასაკს უნდა მიაღწიონ, რომ ცოტათი აი დაბალანსდეს ის მომენტი, რომ მე მუდმივად არ ვჭირდებოდე მათ. იმიტომ რომ დედა მუდმივად დედა. იმიტომ რომ ხატვას ხანგრძლივი პროცესია და რთული პროცესია ეს. ესე შევარდი უცებ დახატე გამოვარდი, ეგრე არ ხდება ხო გამორიცხული. არ არსებობია. თუ ის განათება არ გააკეთე, თუ ისე არ მოაწყე, თუ არ სიჩუმე არ იქნა, ხო, რომ კონცენტრირდე, მე ფიზიკურადაც კი, აი მორალურად ხო? რესურსი უნდა კონდეს. რესურსი უნდა კონდეს. იქ ენერგია მიდის, ხო? ის არის ანახავი, მე ზუსტად ის დახარჯული ენერგია და არა საღებავების ფერი. იასამნისფერი და ვარდისფერი რატო არ უყვარს მაკასო? ხატე და აი საღებავები. არ ვიცი, წანსაცმელში თორე საღებავში, ხო, დიდად აქცენტირებული არ მაქვს. კარგი. პარალელურად შეგიძლიათ მიირთვათ წყალი მთის. წყალი მთის არის, არა, ჩვეულებრივი და აი ეს რაღაცა რთული ყავაც უნდა გავსი. მანამდე ყავაც მოსვით. ესე იგი, სიამოვნებით წარვადგენ ისევ წყალი მთის, Coca-Cola ბოთლს ჯორჯია 0%-იანი ბრომატით აწარმოებს, რაც ნიშნავს იმას, რომ Coca-Cola წყალს ქიმიური ნივთიერებების გარეშე აწარმოებს და მომხმარებელს სრულიად ბუნებრივი მინერალური წყლის მირთმევა შეუძლიათ. წყალი მთის აივსე მთის ძალით. შეგახსენეთ ასე, რომ ჩვენი სპონსორია აჰავა, გთავაზობთ თავის მოლის საშუალებების კომპაქტურ ნაკრებებს, მაგალითისათვის ერთ-ერთი მათგანიზე Minerals Trio აერთიანებს აჰავას საკვანძო მინერალურ პროდუქტებს კანის სრულყოფილი მოვლისათვის. ნაკრები შექმნილია კანის გასაწმენდ და დასატენებლად და დასაცავად, რაც უზრუნველყოფს ბალანსსა და ჯანსაღ იერს. ჩვენი ეპიზოდები კი იწერება როგორც ყოველთვის podcast point-ში, სადაც მე და ჩვენი სტუმრები გრძნობენ თავს საკმაოდ კომფორტულად, რაც მაკამაც ზეღან აღნიშნა. კაი გარემოა მოხდა, ხო? უშუალო 7 და პროფესიონალურ გუნდთან ერთად. ძალიან მომწონს. მადლობა. დიდი მადლობა თქვენ ამ გარემოსთვის. ეხლა გვაქვს ესეთი პატარა ბლიც მოკლე რუბრიკა 10 კითხვა. მაღალხუსტიან ფეხსაცმელი თუ კედები? ორივე. ვარჯიში დარბაზში თუ ფეხით სერნობა ბუნებაში? ფეხით სერნობა, რა თქმა უნდა. წითელი ტუშსაცხი თუ ნეიტრალური ბზინვარე ტუშსაცხი? ორივე. წიგნი თავის მოვლაზე თუ წიგნი მხატვრობაზე? წიგნი მხატვრობაზე. კლასიკური შავი კაბა თუ ფერადი ეთნო სტილი? ორივე. მებაღეობა თუ კულინარია? ოპა. მებაღეობა. კულინარიას და როგორ ახარ ისე? არა, გიორგი? ხო, უყო, მე ვიცი რომ რაღაც კერძები ესე ძალიან მოწონს რაღაცა ის. იცი რა, კულინარია და ეგრევე წარმოვიდგენ რუტინას, რომ მე გასაკეთებია. ხო, აი მუდმივად და აღარაფერი აღარ მინდა რა, და სუპია ბავშვისთვის მოსამზადებელი, კატლეტი მეორე, მესამე. არა, ამიტომ არ მინდა. თორე ესე გასართობად კულინარია მშვენია. კარგი, შთაგონების წყარო, მუსიკა თუ წვიმის ხმა და ბუნებრივი მოვლენები? ორივე. ბოტოქსი თუ ფილერი?
არ ვერ ყვევი. რომელი ბოტოქსი და ფილერი ერთი მგონია. ბოტოქსი არის ბოტულინოს ტოქსინი, რომელიც კუნთოვან სისტემას დროებით აჩერებს და სხვა კუნთი სამაგიეროდ შლის ქსოვილებს და ფილერი არის შემავსებელი, რომლითაც სხვადასხვა რეგიონების მოდელირება ხდება. თუმცა ორივე ან არც ერთი. ხო, ან არც ერთი. კარგი. მერილ სტრიპი თუ ნიკოლ კიდმანი? მერილ სტრიპი. ნუ ხო, მან მეც მოყვები. კრიტიკა გიორგისაგან თუ კომპლიმენტი იაპონიის პრემიერ-მინისტრისაგან? ეგ რას ნიშნავს? ანუ რომელი უფრო გესიამოვნებოდა, გიორგი პროგრამასაგან გაკრიტიკოს თუ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შეგაქოს? პრემიერ-მინისტრმა შემოყოს, რა თქმა უნდა. ვინმე, იმიტომ ვერ მივხვდი კითხვას. სულაც არ მინდა გიორგის ესა კრიტიკა. ისე გიორგის თუ უყვარს კომპლიმენტების კეთება თქვენთვის? კი, როგორ არა? კი, და ძალიან ზუსტად ხედავს რაღაცებს. ისეთ კომპლიმენტს კი არ გეტყვის, რომ ვირა კარგად გამოიყო. გეცასიამოვნოა. აი ეს რაღაცა ეს არის ახალია და მოგიხდა. ან თმა ლამაზად გაქვს. ოღონდ ვერასოდეს ვერ ხვდები საიდან დაინახა, იმიტომ რომ რაღაც მომენტში შეიძლება გადავიპარსო თმა და მითხრას, რომ ესე არ ქონდა გუშინ. აი, ხო და მოულოდნელია მისგან, ხო, ყველაფერი. თუ გახსოვთ ყველაზე ისეთი გამორჩეული კომპლიმენტი, რომელიც მიგიღია, თუნდაც დიპლომატიური შეხვედრებისას, თუნდაც სულად უცხო ადამიანისაგან, თუნდაც ქუჩაში როცა ლედი იყავით პირველი. აი რას გესიამოვნათ, როგორც ადამიანს. აი რა, კომპლექსურია ხოლმე ეს კომპლიმენტი, რომ ჩემი გარეგნობა, ჩემი მდგომარეობა და განწყობა და აი ეს ემოციური მისი გადმოცვლა, აი ეს ცვლა ემისი, რომ ყველაფერი არის ჰარმონიაში. და რამდენად ბუნებრივია და რამდენად არაძალადობრივია ჩემგან ურთიერთობა სხვა ადამიანებთან რა სტატუსიც არ უნდა მქონდეს. მიღებულია. კარგით, თქვენი წყვილიდან რომელი უფრო პრანჭია ხართ? გიორგი თუ თქვენ, ანუ რომელი უფრო მეტ დროს უთმობ სარკის წინ სანამ სადღაც მიდიხართ? თუ ესე არის უცებ ორივე რაც იმ დროსთვის გზნობ და რაღაცნაირად გესიამოვნება, ესე ჩაიცვი და წახვედი. თუ უფრო სარკესთან ხო, არა. იმდენად გიორგი არა პრანჭია, აი ნუ არც ჩაუვლია, რომ მე ჩემ თავზე ავიღებ ამ პრანჭიაობას. თავს ჯანსაღ ადამიანად თვლით ზოგადად ჯანმრთელობა თქვენთვის როგორ არის მისაღებია? კარგად. ამასთან კავშირში არის თუ არა ის ბოლო წლები, რომელიც თქვენ გაატარეთ სოფლად, როცა იკვებებით ჯანსაღად, როცა წყალს სვამთ სუფთას, როცა ჰაერს უნთქავთ სუფთას. გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ენერგეტიკული რესურსი მაგალითად. აი სიმშვიდე ხო არ მოიტანა ამან. როგორ გზნობთ თავს? არ ვიცი. შეიძლება ქალაქშიც იგივე ყოფილიყო. არა, ქალაქში ალბათ ნაკლებად, იმიტომ რომ აი გეუბნებით მე რო იქიდან მოვდივარ და გამოვცდები ხოლმე ნატახტარს და უკვე ნუ მისაქციელში შემოვდივარ და აი კიდევ უფრო მეტად ისეთი და ფანჯარას რო ჩავწევ რა. სხვაობა. ისეთი მკვეთრი სხვაობა, რომ მართლა ეს ჰაერი ხო ეს არის პირველი მაცოცხლებელია ხო წყალი ჰაერი. ჟანგბადი და წყალი კი ბატონო. იმდენად მკვეთრია განსხვავება, რომ გამორიცხულია, რომ ეს ვინმე არ შენიშნოს და იწყებს სუნთქვას, მართლა იწყებს სუნთქვას და ბავშვები რო ჩამყავს და ეს დიღომში რო შევდივარ. იქიდან თბილი. ეგრევე იწყებენ, რატოა ცუდი სუნიდე? კონტორის გამონაბობი იგზნობა. აუ და მე ეჩვევი კი, რაღაცა მომენტში მე მაინც ვერ ვეჩვევი. მართლა არ შემიძლია მისი შეჩვევა. ვერა, მაინც ის მაქვს, რომ აი ვიხრჩობი. მავნე ჩვევა გაქვთ ერთადერთი, რაც მე ვიცი, ეს არის თამბაქოსთან მეგობრობა, ხო? თუმცა ისიც ჩაწერამდე მითხარით, რომ ასე ვთქვათ, ჩვეულ თამბაქოს აღარ მოიხმართ, უფრო სხვა თანამედროვე ესე ელექტრომოწყობილობაზე. და რამხელა ეს არ წვალობთ ამის მოშორებას, თქვათ, როცა ამხელა არა. არა, ის მოვიშორე და ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ის სუნი არ მომწონდა და ამ შემთხვევაში არ მაწუხებ. წყალს დღის ნორმად რა მიგაჩნია თქვენთვის? არ მეყვარს წყალი, იშვიათად ვშავ. კარგი, და ალკოჰოლთან როგორ მეგობრობთ? არ მეყვარს ალკოჰოლი. ანუ საერთოდ ძილის წინ თითო ჭიქას მივიქცევ და რაღაც. არც ინსპირაციის წყარო ხატვის პროცესში ალკოჰოლი არ ძოს ალკოჰოლი. არ მეყვარს. წარმაგალია, ეს კარგია, ძალიან კარგი. სუფთა ფხიზელი აზროვნების ცხოვრების აღქმა და შემეცნება იმ ყოველდღიურობის რაშიც ვართ, ეს არის გენიალური რამე რა. ხო, ნუ მირჩევნია რა, უფრო ზუსტად აღვიქვა. კარგი, რას ნიშნავს მაკა თქვენთვის იყო ჯანსაღი ადამიანი?
დღევანდელ არეულ მსოფლიოში, სადაც ყველანაირი ყველაფერი ხდება რა, სასწაულები ხდება, მაგრამ ინდივიდები ვართ ჩვენ, აი რა არის ჯანსაღი ადამიანი? აი ჩემთვის ყველაზე დიდი ტრაგედია, რაც კი შეიძლება რომ ადამიანში არსებობდეს, ეს არის ძალადობა. ძალადობა ფსიქიკურად, ძალადობა ფიზიკურად. ხო, ეს ძალადობა თუ ამოვაგდეთ მსოფლიოში, ერთმანეთის მიმართ ადამიანებმა. ნებისმიერი ფორმის გეთანხმებით. ჩათვალეთ ფაქტიურად, რომ ეს იქნება იდეალური სამყარო. ძალადობა იწვევს ადამიანებისში მერე ამ ომებს, ხო? ერთმანეთის ჩაგვრა და ძალადობა, რომ გინდა რომ შენ უპირატესი იყო. შენს და სხვა დაჩაგრო ამ დროს. ხო, და სხვას დაჩაგრო იმითი რომ შენ უფრო მდიდარი ხარ, დაჩაგრო იმითი რომ უფრო ძლიერი ხარ, დაჩაგრო რომ უფრო ჭკვიანი ხარ. არ უნდა დაჩაგრო, არ უნდა იძალადო. ნუ ეგ თუ მოვაშორეთ ადამიანს, მაშინ ჯანსაღიები მირჩება. ჰარმონია. ოკეი. მიღებულია. ჩვენი პოდკასტი იწერება პოდკასტ პოინტში, სადაც ძალიან კარგი გარემო, მაკაც თავს მყუდროდ გზნობს ამ გარემოში და სხვა ჩვენი სტუმრებიც ყოველთვის ასე რომ ვისაც გაქვთ სურვილი ჩაწეროთ YouTube არხის მიმართულებით, ასე ვთქვათ, პოდკასტები, პოდკასტ პოინტი არის ამისათვის ძალიან კარგი სივრცე. მაკა, ხომ არ გქონია თქვენ როდისმე ჭარბი წონის პრობლემა? ნებისმიერ ასაკში დღევანდლამდე. აი, წარმოედგინეთ, რომ ორსულად ვიყავით თემაზე 30 კილო მოვიმატე. ოჰო. და ძალიან სწრაფად დავიკელი. 30 კილო ეს ნუ რაღაცა მართლა. თომაზეც საკმაოდ რაღაცა 23 თუ რაღაცა, 25 კილოც კი იყო. მაგრამ ეს ფიზიოლოგიური მატება იყო ორსულობასთან დაკავშირებული. ხო, მაგრამ რა იყო ამ ხელა ბავშვები არ ყოფილან რომ განსაკუთრებით წყალი, ვამბობდით ყობა ბევრი წყალი, არ გაქვს ბევრი წყალი. არ ვიცი რაც ნაირად ეგრე მოხდა, მაგრამ 1 წლის განმავლობაში დავუბრუნდი ისევ იმ წონას. თუმცა მე იმდენად მომწონს სიხმელე. ხოთაშორისის ქალბატონიც ჯაპონის ხო, ესეთი ხმელი იყო, ესეთი ამ ხნის ქალბატონი. ანუ დიეტებს და რაღაცებს თუ მიმართავ ხოლმე რა, რაღაცის ამას არ ვჭამ, იმას არ მინდა, შაქარი არ მინდა, არა, ეხა გეტყვით რა, მართლა მნიშვნელოვანია ეს თემა, რითი იცით, რომ რაც უფრო წლები გემატება ეს მეტაბოლიზმი როგორც ჩანს, დუნდება, ნელდება კი. ვერ ძალიან აი სადღაც 35 წლამდე ფანტასტიკურად მიდიოდა ყველაფერი და სადღაც აი 40 წლის მერე მე 55-ის ხვდები ახლა. აი 40 წლის მერე რომ დავაკვირდი, ხო? აი ეს მეტაბოლიზმი საკმაოდ შენელებულია, ამიტომ ეხლა დავიწყე მცდელობა რომ მინიმუმამდე დავიყვანო შაქარი. ნუ შაქარს ისედაც ძალიან კარგია. ბავშვობიდან არ მიყვარდა ეხა დიდად, მაგრამ ამბულო დროს რაღაც ეს ნამცხრებს მივეტანე. არ ვიცი რატო, ხო, ეთყობა ესეც ასაკობრივია. ხო, ორგანიზმი, ნუ გადაწყობის რეჟიმშია, ხო. შაქარი ყველამ უნდა ამოიღოს, ვისაც უნდა რომ ჯანსაღად იგრძნოს თავი. იმიტომ კი არა რომ გავსუქდი ან არ გავსუქდი. აი ეს ნაწლავური სისტემა, სისხლის მიმოქცევა შაქრიდან ძალიან შორს 1000 ერთხელ ხანდახან რაღაცა შეიძლება და ეს ზედმეტად ცხიმიანი საკვები ერიდები. ანუ აი არის ძირითადად. კარგი. როცა თბილისში შემოდიხარ ხოლმე, იწყება ის მომხიბლელი ადგილები, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, რასაც ქვია, სწრაფი კვების ობიექტები. მაგ სახელებს არ დავასახელებ. ხო, მე არ მიყვარს. აი, ოკეი. ბავშვების მიმართულებით როგორ ზოგავ მათ ამ კვების. ნუ ცდილობ, მაგრამ თუ თვითონ ძალიან ახლა რაღაც თომას პატარას. ის უფროსი არ უყვარს ეგეთ საჭმელს. ანუ არ მოეწონა და არ უყვარს. რა, კაი. და აი თომას უყვარს რა, აი ჯანკია ბოლომდე, აი შეუძლია ჩაიყოს. და ის სულ ცდილობ რომ ჩავანაცვლო რაღაცა უფრო ესეთი შემთავაზო, იგივე ტიპის, მაგრამ ჯანსაღი უფრო რა, აი დავუშვათ ქათმის ფრთები. მე გავუკეთო სხვანაირად უფრო გემრიელად, იმიტომ რომ ნუ აბინძურებს ორგანიზმს, ორჯერ 4 და მე არასოდეს, აი ჩემ მეგობრებს ძალიან უყვართ. და თქვენ? მე არა, აი
ოდნავაც კი არ მომწონს და გამოუვალ შემთხვევაში კი მივადგები ხო, ხოლმე. გასაგებია. მაგრამ ტექნიკურად ეს ხდება უიშვიათეს. კარგია, გაირჩევები მოისმინა მაყურებელმა მაკასაგან, junk foods მოვერიდოთ, ტკბილს მოვერიდოთ. ტკბილი ამოვიღოთ. ჯანსაღი კვება, მნიშვნელოვანია სოფლა ცხოვრება. კარგია, შრომა აჯანსაღებს ადამიანს, თუმცა იქვე შეიძლება კანს აბერებდეს და ღლიდეს. ხო, ღლიდეს, შინაგანად პროსტორ ყოველთვის ესეთვა. სხვა რამ გადმოედინება, როცა ადამიანი შრომობს და სამყაროსთან. ჩვენ დღეს მსოფლიო ისე იცვლება, ზოგადად სამყარო ისე იცვლება, რომ მატერიალისტური, ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში და ბევრი ამაზე საუბრობს, მატერიალიზმი კარგავს თავის ძალას, უფრო სულიერებაზე და ბუნებასთან ერთობაზე მიდის ყველაფერი და კი, ძალიან კარგია. ნამდვილად, ხო. ჩემი აზრით ძალიან კარგი რამ ხდება. კიდე აი პირველადი ხო ისედაც რო ვთქვათ რა არის ადამიანის პირველადი მოთხოვნილება ის ხომ ჯანსაღი არა? კვება, ხო, რომ ძილი და უსაფრთხოება. კი ბატონო ეს რასთან არის კავშირში რომ მიწასთან გაქვს ისევ რა აი რომ ურთიერთობა რომ იქიდან მოდის ის პროდუქტი და იქიდან მივდივარ, იქით მივდივარ წვერეთში. ჩეთაზე რომ აი ეს არ უნდა დაკარგო რა და ყოველთვის ეს მეტნაკლებად რა თქმა უნდა ძალიან გიჟურ და ძალიან დაჩქარებულ სამყაროში გვიწევს ჩვენ ცხოვრება, მაგრამ სულ უნდა აი ეს ბალანსი რამდენადაც შესაძლებელია. ძალიან დიდი მადლობა მაკა, ძალიან კარგი იყო თქვენთან კომუნიკაცია, მოსმენა და მადლობა რომ დრო გამონახეთ და მართლა შორიდან გვეწვიეთ და გვესტუმრეთ. ეს ჩემთვის პატივია და ჩვენი გუნდისთვის გიდასტურებთ კიდევ ერთხელ. მადლობა. თქვენი მოწონებები და გვერდის გამოწერა ჩვენ დაგვეხმარება იმისათვის რომ კიდევ და კიდევ ჩავწეროთ ეპიზოდები და საინტერესო თემებზე ვისაუბროთ ჩვენ ძვირფას სტუმრებთან ერთად. მადლობა. ეპიზოდის პარტნიორია წყალი მთის.